შეგატყობინეს და იგეკეს. როგორ გაიგეთ, აღარ გეკუთვნით. საათ აქ რაი. ეხლა რეალურად ჩვენ შევთანხმდით, რომ ორ ყოფილად ეკავენ ყველა წეული ამიაწერდა. ფრინველის უყავინმეს ანუ ყველა აბსოლუტურად ყველა. სუდი დაემატა ერთი რამე ეხლა. სოციალური დახმარება მომისხნეში შვილო 10 წელია ვიღებ. და ეს რა ფეხი აიდგა ეხლა და იმიტომ მოგვისხნე თუ გაჭირვებული ბავშვი არ არის. მე არ მინდა დახმარება უნდა მაიმიცეკა. კვირაში 50 ლარის წამლები არ ეყოფნი. პროდუქტიც გაძვირებულია, წამლებიც. ხან ისიათ მომაკდა, პენსიერი ვიღებ, ისე მიმაკდა, არაფერი არ გამომდის. ჩებით ფშივრები, ესეცა და ჩვენ. სამწუხაროდ მზარდი ტენდენცია სოციალური დახმარების მოხსნისა არა მხოლოდ კახეთში, არა მხოლოდ გურჯანში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით და ოჯახი სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით არის ნათელი ილუსტრაცია. ბავშვი რომელიც დაბადებიდან არის პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და 10 წლის განმავლობაში იღებდა სოციალურ დახმარებას მისი ოჯახი სულ რაღაც 2 თვის წინ შეუჩერეს. და მისი მდგომარეობა წინა წელთან შედარებით ბევრად უფრო გაუარესდა და გასაკვირია უბრალოდ ბატონი სერგეენკოს უწყება რითი ხელმძღვანელობს, რის საფუძველზე მოუხსნეს ოჯახს, რომელიც დამოკიდებული იყო იმ 48 ლარზე თვეში ელემენტარულად მედიკამენტი შეეძინათ მძიმე მდგომარეობაში ყოფილი ბავშვისთვის. იმის ფონზე რომ ქვეყნის მოქმედი ხელისუფლება უაპელაციო თართმევს ისედაც შეჭირებულ მოსახლეობას საარსებო მინიმუმს, გაიზარდა მომართვიანობა უამრავი გულგატეხილი ადამიანი მოდის და ჩივის თავის გასაჭირზე ჩვენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაცია თვითონ ასეთ შემთხვევას არ ვტოვებთ უყურადღებო და ადგილზე ვცდილობთ გავერკვეთ და ადამიანების სოციალურ მდგომარეობას საკუთარი თვალით შევხედოთ. თქვენი თვალით ნახეთ რა მძიმე სიტუაციაა და მე ვფიქრობ ხელისუფლებამ უნდა გამოფხიზლდეს და ბევრად მეტი ყურადღება დაუთმოს ხალხს. შემთხვევით მოვხდი მე ეს იგივე სახელმწიფო იწვიათას. ისეთებს აქვთ აი ჩემ მეზობლებს. რომ არავითარ შემთხვევაში არ შევაჩერეთ ბრძოლას. მე ვხარ კარგით მე ეხლა მართლა ხوار უნდა დაბაბეჭაოთ ისედაც დაბეჭაოთ.